რას თავაზობდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი მუხრან ცხადაიას თბილისსა და ხობში განხორციელებულ ტერაქტებში მთავარ ბრალდებულს, რომელსაც უვადო პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი. ჩემ ძნაკას მერაბიშვილის შემოთავაზება იყო. უნდა მეეთანამშრომლა იმასთან. რა კავშირები ჰქონდათ ქართულ ძალოვან სტრუქტურებს ტერაქტების მთავარ ორგანიზატორ გოგიტა არქანიასთან? ყოველ დღე რუხში, იმაში, ზუგდიდში, ამის მანქანა მილიციას დაყავდა. და მილიციას დადიოდა ეს კაცი. მე ხო არ ვსწავლით, მაგრამ მე გავიგეთ ასე ყოფილი. რა მანქანა? არქანიას მანქანა. როგორ მიიღო აღიარებითი ჩვენება შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოჭოიასგან, იგივე მერაბ ყოლბაიასგან. ამ დროს ის გავიდა ოთახიდან და შემოიტანა ვინჩესტერი და მისილულით დაჭრილ ფეხზე მირტყამდა, რაზეც უყიროდი გამეტებით. ტიროდი და ვეხვეწებოდი, რომ ჩემთვის დაეჯერებინა და არ ვეცემე, რადგან არაფერი დამიშავებია და არანაირი ტერორისტული აქტი არ გამიკეთებია, რაც მოვისმინე ტელევიზიის მეშვეობით. ენვერი 2. რატომ არის 2010 წლის ტერაქტების სისხლის სამართლის საქმეში უფრო მეტი კითხვა, ვიდრე პასუხი? ნახეთ კვირას საღამოს 9 საათზე. სტუდია GNS-ის მიერ მომზადებულ კვირის რეპორტაჟში.